მოგესალმებით, ჩვენ ვართ არასამთავრობო ორგანიზაცია, საცხოვრებელი სადგომით მოსარგებლეთა კოალიცია. უკანონო კანონი საცხოვრებელი სადგომით წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ ვერ აგვარებს პრობლემებს. საქართველოში ეს პრობლემა დგას 40,000 ოჯახის გასაჭირია. ეს ხალხი დღითიდღე რჩებიან ქუჩაში უსახკაროდ და საკუთარ ქალაქში რჩებიან მტოლვილებად ამ კანონის წყალობით. ხშირად და უსამართლოდ ჩვენ ოპონენტებს მოჰყავთ არგუმენტად მეორე მხარის, ანუ მესაკუთრის უფლებების დარღვევა. ამასთან დაკავშირებით გთავაზობთ ცნობილი კონსტიტუციონალისტის ბესარიონ ზოიძის ცნობილ ამონარიდს თავისი პუბლიკაციებიდან, რომელიც ამბობს, რომ შეუძლებელია ვილაპარაკოთ მესაკუთრის საკუთრების უფლებების დარღვევაზე, ის რაც მესაკუთრეს სურს. შეუძლებელია მხარის შეფასების საგანი იყოს ის, რაც კანონმდებლის გადასაწყვეტია. ამ შემთხვევაში მესაკუთრე თავისუფალია ნების გამოვლენაში და არა სავალდებულო ფორმის განსაზღვრაში. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ეს ხალხი ბინებში ძალით არ შეჭრილან, არავისთვის წაურთმევიათ. ეს ბინები იყიდეს ამ ხალხმა საბჭოთა წყობილების პერიოდში და აქედან გამომდინარე ისინი ამ ბინებს მიიჩნევენ თავის საკუთრებად. მაგრამ ამ კანონის წყალობით ასეულობით ოჯახები რჩებიან ქუჩაში. ეს ადამიანები ფაქტიურად დევნილები არიან და ამის მიზეზი არის საკუთარი ქვეყნის კანონი, რომელიც თითოეული ადამიანის და მის ქონებას უნდა იცავდეს. უფრო ზუსტი იქნებოდა ჩვენთან მიმართებაში კანონის არარსებობა, რადგან მოქმედ კანონში არ არსებობს მუხლი, რომელიც 10 სტუპნოით ბინის შეძენის ანალოგი იქნებოდა. იმ პერიოდში, როცა საბჭოთა წყობილების საერთო სახალხო საკუთრება კერძო მფლობელობაში გადავიდა, მოხდა სახელმწიფოს მიერ აშენებული ბინების პრივატიზება, უკანონობა ადამიანს წაართვა კეთილსინდისიერად შეძენილი ბინა, გაასამართლო როგორც კრიმინალი, მიუსაჯო კონფისკაცია და ქუჩაში გააგდო. ამ ადამიანების რიცხვი ძალიან დიდია, ერთ მესაკუთრეზე 15, 20 სტუპნი კი მოდის. ეს ადამიანები არიან გაუსაძლის მდგომარეობაში. საქალაქო სასამართლოებში სხვა საქმის გარდა მე მგონი არაფერი იხილება, გარდა ამ პრობლემებისა. ჩვენი მოთხოვნა არის, რომ ვიდრე კანონის განხილვა დაიწყება, მოხდეს მორატორიუმი გამოცხადდეს და მოხდეს კანონის შეჩერება, რადგან აქვე მოსული მოქალაქეებს ყველას თითქმის სასამართლოში აქვს საქმე და სულ რაღაც ერთ თვეში ან ორ თვეში ეს ხალხი აღმოჩნდება ქუჩაში. იცით რა ხდება? ნანა კაკაბაძე ჩვენ ამ პრობლემას ვერ მოგვიგვარებდა, მაგრამ რადგან გაერთიანდნენ არასამთავრობოები და გაჟღერდა, რომ რაღაცა შუამავალ როლს წარმოადგენდა ნანა კაკაბაძე ადამიანის პრობლემებთან, შუამავლის როლში იქნებოდა ქალბატონი ნანა კაკაბაძე, ჩვენ სიხარულით მივმართეთ. მაგრამ მე აღმოჩნდა, რომ წარმოეჩინა ჩვენი ესეთი მდგომარეობა და მიეტანა პარლამენტში, პარლამენტში ჩვენც ვიყავით. შეგვიდნენ, მაგრამ დღემდე ეს არის საერთოდ იგნორირებას ვიკეთებენ. ვიყავით კანონმდებელთან, ბატონ ვახტანგ ხმალაძესთან, რომელმაც გითხრა, რომ კანონი არსებობდა. ეს კანონი ჩვენ გვაზიანებს. უსამართლო კანონის მსხვერპლივად ამდენი ხალხი და გითხრეს, რომ ჩვენ ვართ ძალიან ცოტა. არა ვართ ცოტა, იმიტომ რომ აი მარტო თბილისში გალის ქუჩა ნომერი 15 თუ დაინტერესდებიან ბატონი კანონმდებლები, მიბრძანდნენ და ნახონ რამდენი ოჯახი ავტომატი, რომლებიც შეშინებულები არიან, იმიტომ რომ მონათლობელობა, ნამდვილად მონათლობელობა ვერ გამოდიან, შიშით ვერ გამოდიან, იმიტომ რომ ემუქრება ის მეპატრონე, რომ გაასახლებს. არის ისეთი მდგომარეობა, რომ სასამართლომდე მივდივართ, მაგრამ სასამართლო ჩვენისკენ არ არის. იმიტომ რომ უფრო მეტად ზარალდებით. მიზერულ თანხაში ბინას გვიფასებენ და გვაგდებენ გარეთ. არის ასეთი შემთხვევები. ჩვენ შეგვიძლია მრავალი დავასახელოთ. ამიტომაც ჩვენი ლოზუნგია, რომ ჩვენ ასტუპნიკები გავხდებით პრისტუპნიკები, რადგანაც ესეთი ასე ვთქვათ, დამამცირებელი დაგვარქვეს ჩვენ, რომ ვართ ასტუპნიკები. რის ასტუპნიკები? 100 წლის წინ ვიყიდეთ ბინები. ჩვენ უკან არიან მოხუცები, ბავშვები, გარეთ არიან გამოყრილები. აგერ სამას არ აგვეთან, რომელი ქუჩა არის, მაიკო?
გამოაქვს ქალი ავადყოფი მეოთხე სტადიაში არის კიბო დაავადებული მივედი დასაცავად და ცემაპტებით გამოყარესი დღეს სასამართლოში ეს პრობლემა მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში იყო ამ რესპუბლიკებმა მოაგვარეს ჩვენ ხელთა გვაქვს უკრაინის სასომხეთის რუსეთის გამოცდილება სადაც 15 წლიანი ხანდაზმულობით ამ ხალხს დაუკანონეს ეს ბინები მაგრამ საქართველოს ყოველთვის ყველაფერში გამონაკლისია და ყოველთვის უგულველყოფილია ხალხის ინტერესები საკუთარი ინტერესებიდან გამოდიან ყოველთვის როცა კანონებს იღებენ ახალ ხელისუფლებასთან ახალი ხელისუფლებისაგან რა თქმა უნდა იმედი თქვათ რომ რაღაცა შეცვლიან მაგრამ ჯერჯერობით არაფერი არ ჩანს ჩვენ მიგვაჩნია რომ ალბათ დაინტერესებული არიან თვითონ პარლამენტში რომ იყოს მესაკუთრების კანონი ესე მესაკუთრები არიან ალბათ თვითონ და თავისი ამბიციები აქვს თორე როგორ შეიძლება ამდენი ხალხის ასეთი უგულებელყოფა და აი ესეთი სირცხვილია მარტო ვინ არიან არ ვიცით ვიქტორ დოლიძეს პროგრამაში ვყავდით ჩვენ ასტუბნიკების ერთი წუთით პრობლემა უნდა მოგვარდესო მაგრამ დღემდე არ მოგვარებულა ეს არის სასწრაფო ვიცით ჩვენ რომ ძალიან ბევრი ცუდი მდგომარეობა დახვდა ჩვენ თავობა იცით არჩევნებამდე როცა შეგვპირდნენ ძველი თბილისის მოქალაქეები ვართ მოქალაქეობრივი უფლებები გვაქვს ჩამორთმეული რერჩი არ ვართ დარეგისტრირებულები გაზი არ აგვაქვს გვართმევენ იპოთეკით იტვირთება ბინები აი მე გეტყვით მარტო ჩემ შემთხვევაში იმდენად ამბიციური გახდნენ ჩემ მესაკუთრეები რომ სასამართლოს გარშე გარეთ გამომაძევეს მათმა ადვოკატმა სახეში მithmame და პროკურატურას მიმართა მაგრამ არ არის რეაგირება იცით უამრავი წერილები შევიტანეთ დღიდან ახალი ხელისუფლების მოსვლისა კანცელარიაში იუსტიციის სამინისტროში ჩვენი შეტანილი წერილები იგზავნებოდა იუსტიციის სამინისტროში საიდანაც ერთი პასუხი არ მოგვსვლია მხოლოდ ერთადერთი პასუხი გვაღირსა ქალბატონი წულუკიანის მოადგილემ ბარამიძემ სადაც ეწერა რომ ამ კანონით რეგულირდება თქვენი ურთიერთობები და ძალიან კარგი კანონიაო. მეგობრებო, ძალიან რთული სიტუაცია. ძალიან ძიმე მდგომარეობა და ამ ძიმე მდგომარეობაში გამოსავალი რომ ვიპოვოთ ხელისუფლება უნდა მიიღოს ზომები განსაკუთრებული საკანონმდებლო ხელისუფლება პარლამენტი. მაგრამ პარლამენტში არიან ისეთი ადამიანები დღესაც ახალ პარლამენტში დავითაშვილი რომელიც ხალხის პარტია წარმოადგენდა და ხალხის წინააღმდეგ გამოვიდა. გადაწყვეტილება მიიღო ის საკონსტიტუციო სასამართლოში გაამარჯვებინა მესაკუთრე. აი ესეთი რაღაცა უთქვამთ მაშინ რომ იმან ფული გადაიხადაო, თქვენ გადაგიხადაო, თქვენ გაიმარჯვებდით რაღაცა. ეს არ არის მოგონილი, ეს არის რეალური და სანამდე ეს ხალხი იქნება იქა არავით არ შეგვაშა და ქართველების ამბავი ჩვენ ვიცით ქართველებმა ერთმანეთში როგორ გვაქვს მეგობრობა და როგორ უნდა მოხდეს რა თქმა უნდა დაყალბება როცა სამართალი არ გიყვარს და სამართალი ამათ არ უყვარს სამართლიანობა ამათ არ უყვარს ესენი არიან იმაში ჩამდგარი თორემ ამდენი რაღაცა მოხდა ამდენი მიტინგები გვაქვს ჩატარებული თხოვნები გვაქვს დაწერილი გაზეთებში ყველგან როგორ შეიძლება ეს სწორად არ იყოს გამოვიდა ერთხელ რომ ესე იგი ამდენი კაცი არ ხართ თქვენ შეკრებილები ეშინია და არ იქნებებიან მე უთხარ შენ ნაძირალა ამდენი კაცი კი არა ერთი კაცის რო იყოს მეთქი მე უთხარ ერთი კაცის რო იყოს მეთქი აი ამას უნდა მიაქციოთ ყურადღებამდე ეს ყოფილი მასე ამ პარლამენტის შენობაში უნდა გახდება აღო იყოს და პარლამენტშურმა და რაღაცა პარლამენტის სპონსორად წავიყვანით იცით ეს კანონი 97 წელში როცა კერძო საკუთრების ხოდა აი ეს სიტუაცია ახლა კანონის მდგომარეობა რაშია მაშინ კანონს არ გვებდნენ რა თქმა უნდა აი ესეთი ფიქტიური ჩატვერი და იმის მიღებით მაგრამ კანონს თუ არ გვებდით ჩვენ რომ ყიდულობდით ახლა მესაკუთრე აქ მაგად აღგვევდა კანონს ხომ მაგას არავინ არ აძლევდა ის თუ მესაკუთრე გაყიდდა ამ ბინას თუ არ გაყიდდა თუ გვაქვს და ხელისუფლებას ის ხელისუფლება იმიტომ დაიშალა რომ ასე გუბედურობები რო ხდება ყველა რესპუბლიკაში, ყველა საბჭოთა რესპუბლიკებში მოხდა გადაწყვეტილებული გადაწყვეტილება, რომ ამ ასეთი ხალხს დაუკმაყოფილდა მდგომარეობა და კერძო საკუთრებაში გადაუყვანებდნენ. რა მოხდა ამ საქართველოში, კაცო, რა უბედურობა ხდება, რა ყველა ხელისუფლებისთვის იბრძვის, ყველა რაღაცისთვის იბრძვის, რომ მოვიდეს, მოგზაურდეს და მე ხალხი არ აღწევს. მე ახლა ბატონ ბიზნესზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, რომ იმან გააკეთა ისეთი სკოლა და ისეთი რაღაცა რომ რაღაც გადარჩეს საქართველოს, მაგრამ
მაგრამ აი ხალხი ახლა ბიზნესა მარტო ყველაფერს ხომ ველი მე მინდოდა რომ უნდა გააკეთოს ის რა საჭიროა ის ხალხი კიდე არავინ არ აკეთებს ამას აი ახლა პოლიტიკური გაჩერდით ახლა გაჩერდით ეს პოლიტიკური განცხადება არ არის ეს არის უბრალოდ მოთხოვნა და ამ მოთხოვნას შეიძლება მე სხვა სისტემის სამართლებრივი დანაშაულით შეიცვალოს და ამიტომ აი თქვენ ყველა გქონთ რომ ეს გააშუქოთ ისე როგორც საჭირო არის და ჩვენ მოთხოვნა ყურად იყო და ხალხმა იცოდეს და იმათმა იცოდეს რომ აქ არ გაჩერდება ვალაპარაკეთსო და იცით 97 დიახ კი ბევრი ვარ 40,000 ოჯახი ამ ოჯახების უკან სუმცირე 2-3 სული მაინც დგას და ეს პრობლემა მარტო თბილისში არ არის ეს არის ქუთაისში ეს არის ბათუმში იგივე პრობლემა მე მინდა გამოვეხმაო მაგრამ თურმე ითქვა პრემიერის სიტყვას ჩვენ რა თქმა უნდა ვუყურებთ და ველოდებით გადამწყვეტ მომენტს როდის დაესმება წერტილი ამ დრაკონულ ჩვენ ვართ კანონის მსხვერპლი ვართ უსამართლო ვართ ჩვენ ვითხოვთ სამართალს მარტო არჩევნების დროს ვართ დაფიქსირებული გამოვეხმაურებოდი პრემიერის სიტყვას რომელმაც თქვა რომ სიცრუესთან არის ზოგჯერ საქმე რომ ეს კანონის გადაწყვეტონ მაგრამ ბატონო პრემიერო რომ ჩვენ გვაქვს თქვენი იმედი კიდევ ალბათ თქვენამდე ვერ მოდის ზიზუსტით ეს ამბავი რაც ჩვენ ჭირს აი მარტო აი მეზოებში როგორ შეიძლებოდა რომ 30 ოჯახი გალის ქუჩა ნომერ 15-ში მოტყუებით შესულიყო და არ ეყიდა და დღეს ცხოვრობენ ისინი მონებილით აი ეს მინდა პეტრიაშვილის 48 ნომერში აგერ პეტრიაშვილის 48 ნომერში აღწერა გავაკეთეთ ოჯახი რომელიც მარტო ერთ ეზოზე ვლაპარაკობთ აგერ 19 ოჯახი ცხოვრობს რომელიც 2002 წელს შეიძლება ყოფილი მესაკუთრესგან ახალმა მესაკუთრემ დოდო ოდიშარია რომელსაც ჩანიძეზე აქვს შესყიდული დიდი რაოდენობით ბინები რომლებიც გადააკეთა სასტუმროებას დგას და ლაპარაკობს დღეს რომ ვერი სუბანი მალე გახდება დოდო სუბანი რატო იყიდა მესაკუთრესგან დოდო ოდიშარიამ როდესაც შეეძლო იმ მესაკუთრეს როდესაც კანონში წერია უპირატესად შესყიდვა უფლება აქვს მეზობელს რატომ არ მიჰყიდა თავის ეგრეთ წოდებულ ასტუპნიკებს რატომ იმიტომ რომ ტერიტორია არის დიდი შეგნებულად გაყიდა მესაკუთრემ ამ ოდიშარიაზე ვინაიდან 2002 წელს ეს კანონი არ მუშაობდა მაშინ იყო საერთოდ გამოსახლება ყველაფრის გარეშე შეგნებულად აქვს ამ დოდო ოდიშარიას ნაკიდი ეს 19 ოჯახი აგერ ვისაც ეჭვება გამომყევით და თქვენ თვითონ დარწმუნებით რაც ხდება ვითომ ასტუპნიკი ხარ 1997 წელს როცა ძალაში შევიდა კანონი კერძო საკუთრების შესახებ კერძო საკუთრება უნდა დაცულიყო იმ 97 წლიდან და არა მანამდე და ეს საერთოდ ასტუპნიკების კისერზე გადაწყდა ეს კერძო მესაკუთრეობის დაცვა იმიტომ რომ საბჭოთა წყობილების პერიოდში კერძო საკუთრება ჩამოართვეს დადიანებს, ჭავჭავაძეებს, არამიანცებს, მანთაშოვებს, კაზარიანცებს და კიდევ ვერ მოთვლით რამდენს. მაშინ იმ ხალხსაც დაუბრუნონ ეს კერძო საკუთრება და ჩვენც გავჩერდებით. და კერძო საკუთრება მარტო უძრავი ქონება ხომ არ არის. კერძო საკუთრება იყო თუნდაც ანაბრები, ფულადი ანაბრები, როცა საბჭოთა წყობილების პერიოდში ადამიანებმა მიაბარეს სახელმწიფოს, მაგრამ ჩვენ დღესდღეობით ვიცით რომ ამის შეუძლებელია ამის უკან დაბრუნება. მაგრამ როცა ვითხოვთ რომ კერძო საკუთრება დაცული იყოს, მაშინ ყველა კერძო საკუთრება უნდა დაიცვან, ყველანაირი და არა მარტო აცტუპნიკებმა აგონ პასუხი ამ კანონებზე. ჩვენი საერთოდ დანაშაული ალბათ ერთადერთი ის არის რომ ჩვენმა წინაპრებმა იცხოვრეს იმ საბჭოთა წყობილების პერიოდში იმ კანონით და იმ პერიოდის შესაბამისად იყიდეს ბინები და იმ პერიოდის მსხვერპლი ვართ და ჩვენ რატომ უნდა ვზღოთ პასუხი და არ მთავრდება ეს როცა დამთავრდა ყველა საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ისიც თქვი იცით მე დავარქნევდი ამ სიტუაციას ასე 21 საუკუნის დაკანონებული ძარცვა რატომ იმიტომ რომ ჩვენმა წინაპრებმა იყიდეს რაც იყიდებოდა და იყიდეს გადაიხადეს თანხა მერე თავიანთი სახსრებით მიამატეს შეხმატკილებულად აძლიეს ნებართვის თანხა თვითონ ააშენეს თავიანთი სახსრებით ეს იყო კანონმშენებლობები მაგრამ გადაიხადეს და მერე ამ ბინად მფლობელებმა როგორც ერქვა მე პატრონებს
გეგმაში შეიტანეს როგორც თავიანთი საკუთრება და დღესდღეობით მოსამართლეები რო გთხოვენ მოიტანეთ საბუთი რომელიც თქვენ ააშენეთ საბუთი ყველაფერია იმათზე გაფორმებული ანუ დღით მზითი და გაძარცვეს ხალხი და სამხაროული სამსახური დღეს ისე საბაზრო ფასებას კი არ აფასებს ამბინებს აპიკებში აფასებს აი მაგალითად ჩვენი მდგომარეობა 5 თაობა გავიზარდეთ იმ ბინაში რომელიც იყო 16 კვადრატული და დღეს არის 5-ჯერ მეტი ვერ ვარწმუნებ იმიტომ რომ ყველაფერი გეგმაში შეტანილია იმათ მიერ მეპატრონის მიერ ხო და სამხარაულმა ისეთ აპიკებში შეაფასა რომ იმ ფას რასაც მე მიხდიან ფონიჭალაში და გარეუბანში ერთად არ ვიყიდი რა ქვია ამას 1993 წელს გამოვიდა კანონი, რომელიც მე ხელთ მაქვს. გამოვიდა კანონი, რომელმაც მხოლოდ 6 თვე იარსება და ამ 6 თვის მანძილზე ვინც გაიგო ხალხმა მოახერხა და დაიკანონა. ეს კანონი იყო რომ 15 წლიანი ხანდაზმულობის მიხედვით ყველა შეეძლო დაეკანონებინა ბინა, მაგრამ იმ ახალი ომის პერიოდი იყო, იმ პერიოდში უბრალოდ ისეთი მდგომარეობა იყო, ვინ შევესწარით, ყველას გვახსოვს ის სიტუაცია, ჩვენ არ გვეცალა რომ რაღაცა კანონები გვეკითხა და მოგვეძია კანონები და ბინებზე გვეფიქრა საერთოდ და ანუ ეს კანონით ჩვენ ვფიქრობთ რომ მიიღეს იმ ადამიანებმა, ვისაც თავიანთი პირადი ინტერესების გამო დაისაკუთრეს ამ ხალხმა და ისევ გაუქმდა და საკითხავია რის საფუძველზე გააუქმეს ის კანონი ან რატომ გაუქმდა ეს კანონი ანუ ამ ქვეყანაში ყველაფერს როგორც უნდა ისე ატრიალებენ როგორც უნდა ისე ცვლიან ამ კანონებს ჩვენ მოვითხობთ კი არ ვითხოვთ ჩვენ მოვითხობთ ჩვენი მოქალაქეობრივი უფლებების აღდგენას იმიტომ ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები, მაგრამ არანაირი ესე იგი მოქალაქის უფლებები არ აქვს. უბრალოდ პატარა ცნობაც ვერ აგვიღია მეპატრონის გარეშე. რატომ რა დავაშავეთ? შეგიძლიათ აი იკითხო. ერესელიძის 17 ნომერში არსებობს ესეთი მესაკუთრე მეტალი მგალობლიშვილი, რომელსაც ყავს 3 ოთახში ეგრეთ წოდებული ასობიტი, მოხუცი რუსის ქალი. დღეს აუქციონზე იყიდება იმის სახლი, იმიტომ რომ იპოთეკი დაუტვირთვა. როგორ არის ხმალაძე რო იძახის დაცული კანონი გაქვთ ამ ბარამებზე. როგორ არის დაცული რომ ეს ქალი აზრზე არ არის, ქუჩაში ტოვებენ. რატო ტოვებს ქუჩაში? არ არის მოსარგებლი ამდენი ხნის მანძილზე. რატო არ გააძევა ეს ქალი? ქუჩაში ტოვებს. ორ დღეში არის ჩვენი სასამართლო პარასკევი. მეპატრონი არ მოდის, თვალებში ვერ გიყურებს, იმიტომ რომ სიმართლის თქმა არ უნდა სახალხოდ. ვიგზავნის ადვოკატს, რომელიც ფულის გამო ოღონდ კი მოიგოს ეს საქმე, ყველაფერზე მიდის. და ორ დღეში კარგავთ ბინას. ბინას, რომელიც ადვოკატობა შეტევაზე გადმოდიან, მე სახეში მითხრა ადვოკატმა. იცი ეს კანონი არ გიცავს. აი, ეს იქნება მიუმართავ პარლამენტის წევრებს. ეს ინტერესობა, უმრავლესობა არა, სულობა მიიღოს ჯერ ნომერ პირველი ის რომ ვინ უნდა გადაწყვიტოს ჩვენი ბინების იცით არაფერი არ კეთდება საერთოდ არ იციან რა რაოდენობის მობინადრე ცხოვრობს ჩვენ ვიცით ზეპირად ჩვენი მდგომარეობით და ჩვენი აღწერით არ ინტერესდებიან რომ შეიქმნას რაიმე კომისია აღწეროს ეს ხალხი ზუსტად რამდენი მობინადრეა ეხლაც მე მგონი საერთოდ გვატყვილებენ რომ იხილება თქვენი საკითხიო არაფერი არ იხილება იმიტომ რომ ხო უნდა შეიქმნას კომისია ხო უნდა ვიცოდეთ ვინ შედის ამ კომისიაში ხო უნდა მოვიდნენ და გაგვესაუბრონ რა გვინდა რას ვითხოვთ რა გსულს გაესაუბრონ მეორე მხარესაც ერთადერთი ეკაბესელია რომელმაც მოგაქცია ყურადღება და რატომღაც გჯერა იქნებ ქალბატონო ეკა თქვენ მაინც მოგხედეთ ჩვენი მდგომარეობა პოლიტპატიმრებზე უარესია კიდე თავმოყარეობა შელახულები გაუბედურებული უპატრონოები ვაწყდებით აქეთ-იქ და არც ერთი პოლიტიკოსი გვერდზე ჩვენ არ დღევანდელ სოციალურ ეკონომიკურ პირობებში ესეთ გაღატაკებულ ქვეყანაში პლუს კიდე თბილისელი ტოლვილების მიმატება მე მგონი ძალიან ცუდი ფაქტია. გალის 15 ნომერი იყიდება ირანელებზე, მესაკუთრარი აზერბაიჯანელი. 15 მობინადრე ყავს ქართველები. ყიდიან ირანელზე, ააშენებენ სახელოს და მალე გახდება დოდო სუბანი. მიგვანის რომ მაინც ვითხრა საწავიდეთ, როგორ ვიყოთ, რა გავაკეთოთ, მოგჩენ ისეთი სტატუსი რომ სადღაც მაინც ვარსებდა ჩვენ რა ქვია
უგულვებელყოფილი ვართ ყველანაირად. წინა ხელისუფლებისაგან თუ ამ ხელისუფლებისაგან ჩვენ ვართ უგულვებელყოფილი. ხო, ის საქმე მაინც დავაჩქაროთ, რომ შევაჩეროთ ეს სასამართლოში მკვლელობები, მორატორიუმი გამოვაცხადოთ იმ საქმეებზე, რომლებიც ახლა იხილება. 2 დღეში იხილება ჩვენი საქმე. ძალიან ვთქვათ, ამის გაკეთება მაინც ხო შეიძლება. და მოსამართლეები საერთოდ მოსამართლეებმა კი უნდა გაითვალისწინოს, ბოლო-ბოლო ყველაზე დიდი მოსამართლე ღმერთია, ხო? როგორ უნდა, ესე იგი, ყოფილი ბინათ მესაკუთრის შვილიშვილებმა გაანაგონ ჩვენი ბინების ბედი. ჩვენ ცხოვრობთ 50 წელიწადი ჩვენ ცხოვრობდით ამ ადგილებზე და აი ამ კანონმა ისეთი ძალა მისცა მესაკუთრეებს, რომ თითქოს დაზარალებულები არიან. აქამდე არ იყვნენ დაზარალებული, ახლა იგრძნეს და ყველამ კარგად იცის. ყველამ კარგად იცის იმ პერიოდის მდგომარეობა, რომ საბჭოთა წყობილების დროს არ იყო კერძო საკუთრება, ყველაფერი ეკუთვნოდა სახელმწიფოს, თუნდაც ის მიწა და დღევანდელი მესაკუთრეები, რომლებიც მესაკუთრეებად ითვლებიან, ბევრი ფართები რო ქონდათ, ანუ იმ პერიოდში არ შეიძლებოდა რომ თითოეულ ოჯახს ქონოდა 60 კვადრატულზე მეტი ფართი, იმიტომ რომ ამას სახელმწიფო ჩამოართმევდა და გაუყიდდა და ამ ხალხმა ისარგებლეს სახელმწიფოს რო არ ჩამოერთვათ, გაყიდეს ეს ფართები, ისარგებლეს და კიდევ სარგებლობენ. სახელმწიფო, ხო? ხელისუფლება მოატყუილეს და გაყიდეს, რომ არ ჩამოერთვათ. მეორედ გვატყუილებენ ჩვენ, ვინც ვიყიდეთ. ისე იგი ორმაგ მოგებაში არიან. მე მიმაჩნია რომ არავითარ შემთხვევაში არა აქვს არც ერთ ხელისუფალს კანონმდებელს იმის უფლება რომ ჩვენი მამაპაპისეული ოჯახებიდან გამოვყარონ და გავყარონ და ასე დავტოვონ. მოვითხოვთ ჩვენ ხანდაზმულობის მიხედვით თუ რისი მიხედვით ჩვენ სახში ნაყიდ სახლებში დაგვიკანონონ ჩვენ ბინები და მოჩეს ეს ჩვენი ასეთი დევნა. აი ამას მოვითხოვთ ჩვენ. თუ არა და შეიძლება ჩვენი მდგომარეობა ჩვენ დაუპირისპირდეთ თვითონ მესაკუთრებს და პასუხისმგებლობა იყოს ამ ხელისუფლებაზე. აგერ უკვე დავდივართ თვითონ გამოვიდნენ, აბა დაინტერესდნენ. ყველა ამბობს 30 წელია, 40 წელი არ ცხოვრობ, როგორ გავან მე ჩვენ კვლელობები მოხდება და რა მოხდება იქა. და პასუხისმგებლობა აიღონ მე მაგათ თავის თავზე. აი ეს გვინდა რომ თქვა ჩვენ. ბინა მაქვს მე, სადაც ცხოვრობ, სამჯერა ეს ჩემს იმაში არეალში, რომელიც მოხდა, სამ კაცზე არის ეს გაყიდული სხვადასხვა დროს. ესე იგი ჩვენ არ გაგვიყიდია სამ კაცზე. სამივე ცოცხალი. სამივე დიდი თანამდებობის ხალხია. ახლა იმათ მარიციან მე რასზე, მაგრამ ამათ მე აუცილებლად მოგზები სხვა სასამართლო ის თუ იქნება, როგორ საერთოდ მანიპულირებენ იმითი, რომ რთული საკითხიაო. არ არის ეს რთული საკითხი, როგორც ამბობენ. უბრალოდ ერთი სიტყვით ხანდაზმულობის ვადის მიხედვით. როგორც ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში გამდიდრების წყაროა, ეს არის სამოხალხო კოდექსი ძართვის მუხლით დამთავრდა. თქვენ ალბათ გააშალაშინებთ ახლა მაია სამჭკუაშვილი.